აი ეს ძალიან საინტერესო რამ არის. საბჭოთა პერიოდში ყველაფერს აკეთებდა მოსკოვი, რომ ქართულ არქეოლოგებს არ ქონოდათ კონტაქტი ესეთ კაცთან, უილიამ კულიკანთან. ეს უილიამ კულიკანი იყო აქემენიანთა სპარსეთის ყველაზე კარგი მკვლევარი, ასე ვთქვათ. მისი ნაშრომია სპარსელები და მიდიელები და ასე. და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. ეს კაც როგორც ეთქობა, ბევრჯერ იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში, მათ შორის თბილისში, ოღონდ ისე ახერხებდა უშიშროება, რომ ჩვენს არქეოლოგებთან კავშირი ვერ დაემყარებინა. ეს კაცი წერს, აქემენიანთა სპარსეთზე, აი კიროს დიდის, დარიოსის კულტურაზე, ყველაზე დიდი გავლენა მოხდენილი აქვს იმ კულტურულ შრეს და იმ კულტურას, რომელიც შემონახულია და დაცულია მცხეთის სამაროვანში. ანუ ნახეთ რას ამბობს ეს კაცი სპარსულის გავლენაზე კავკასიაზე კი არ მსჯელობს, პირიქით კავკასიურის გავლენაზე საუბრობს ძველ აქემენიანურზე და აქ უცნაური არაფერიც არ არის, რატომ? აქემენიანები სავარაუდოდ, აქემენიანთა აი სპარსულის ტომი 100,000 კაცი, რომელიც მერე სათავეში მოვიდა და დედამიწის კაცობრიობის 50%-ს აკონტროლებდა, მოქცეული იყო რაღაც 1 მილიონი ელამელის, რომლებიც აშკარად იბერულ კავკასიურ სამყაროსთან ნათესაურ კავშირს ამტკიცებენ შორის და უნდა წარმოადგენდნენ ელამელების, ასე ვთქვათ, სინთეზს, შეჯვარების ნაყოფი უნდა იყვნენ სკვითურ ფენომენთან. და ჩვენ ვიცით, რომ სკვითოების ექსპანსია, თქვათ, სამხრეთით განხორციელდა სწორედ კავკასიის გამოვლით და საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ პერიოდში მათ სადგომებიც ჰქონდათ და რა თქმა უნდა, ქართულ და კავკასიურ ფენომენთან იყვნენ დაზიარებებიც. რაღაც შორს მივდივართ, ხო? თვით ზარათუშტრაც კი გადმოცემით კავკასიაში უნდა იყოს დაბადებული სამხრეთ ნაწილში. რა თქმა უნდა, მისი ენა სულაც არ არის იბერულ კავკასიური და არის რაღაც არიული ენების ნაირსახეობა, მაგრამ ფიზიკურ კავშირებზე აქვს უფრო საუბარი. და აღარაფერს აღარ ვიტყვი, თქვა იგივე სპარსელების სუფრის წეზე, ურთიერთობის წეზე, თავის ღვინით, პურით, ხორცით, რომელთაც აშკარა ნათესდა ეს აღწევ, ქსენოფონტეს აქ აღწეული და აშკარა ნათესაობა იგრძნობა სწორედ კავკასიურ სამყაროსთან და რატომ? იმიტომ რომ წმინდა არიული ფენომენი, რომელიც 5-ჯერ მეტია ვიდრე სპარსელები, თქვა ირანულ სივრცეში, მიდიელები, აბსოლუტურად განსხვავებული სამზარეულოს მიმდევრები არიან. აქემენიანები ამითიც, თქვა, გამოირჩევიან. და აქ არის ერთი რაღაცა საინტერესო, იცით, რომ დავაკვირდეთ აი ამ კონტაქტებს, თქვა. და ჩვენ ფარნავაზეს ვსაუბრობდით, ხო? აი შეიძლება რომ ფარნავაზი ისე როგორც მითრიდატე, რომ გენეტიკურად მაინც ყოფილიყო აქემენიანური სამყაროს წარმომადგენელი. თეორიულად აი შეიძლება ესეთი, რომ არსებობს გარკვეული წყაროები და მონაცემები. მაგრამ ეს წყაროები და მონაცემები ვერ იქნება ვერანაირად განხილულ გათვალისწინებულ თუ ზოგად ქართულ სპარსული კავშირები არ ეკვეთება. ჩვენ ვაკვირდებით შემდეგ რაღაცებს. ნახეთ, რაც აშკარად ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ უნდა დამკვიდრებული იყო. წმინდა სპარსული პოლიტიკური ტერმინი დარბაზი, ანუ არ ვიცით, კარია, ხო? სამეფო კარი. ეწოდება საუკუნეების მერეც ქართულ პარლამენტს. ჩვენ პოლიტიკურ ტერმინებში ჩნდება ესეთი სპარსული ტერმინები, როგორც ტახტი, როგორც არის აზნაური, აზნა, აზატი და ანდერძი, სამართლებრივი პოლიტიკური. და რაღაც შორს მივდივართ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რელიგიური თემა. ეხლა არსებობს 1000 მითი არმაზის კერპზე და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს მცხეთაში შემორჩენილი ის უბანი საზრიტვალებ ტარდებოდა და ქვია უბანი მოკვდა. გვაქვს ქართლის მეფეთა სახელები, რომლებიც მთლიანად ზოროასტრულია. ბაკური პაკორი, ფარსმანი და რაშორს მიდივართ პარნავაზი, პარნა წმინდა სულს ნიშნავს. და აღარაფერს ვიძახი მითრიდატეზე, ხო? მითრიდატე, რომელიც არა მარტო ლაზურ სამყაროში, არამედ იბერულ სამყაროშიც არაერთი მეფე ყავს ჩვენ მითრიდატე, იგივე რომაული წყაროებით დამტკიცებული. ამ სახელებს რო ჩვენ თავი დავანებოთ, ხო? თვითონ ავიღოთ სახელწოდება არმაზის. ოღონდ ცოტა სხვა კუთხით. აი, გვაქვს ზედაზენი. ანუ და ვიცით რომ ორი კერპი აღმართა არმაზი და ზადენი. მოდით შევეერთოთ ეს ორი სახელი ერთიან სახელად წარმოვთქვათ, თქვათ არმაზადან. არმაზადენი, არმაზადან. ეს არის ზუსტად ის სახელწოდება, როგორც სპარსულად ახურამაზდას ეწოდება.
არმაზადან არის უფრო სწორი გამოთქმა ახურამაზდასი ვიდრე თავად ახურამაზდა. ანუ სწორედ შესაბამისად თვითონ ეს სახელწოდება არმაზადენის, ანუ ეს შემდგომდროინდელი ხსოვნა რომ უფრო ქვემოთ არის არმაზის ხევს ვამბობთ და ზემოთ ზადენი, ზედა ზადენი. როგორც ეთქობა, ეს თლიანი ერთიანი თქვათ სქემა იყო, რელიგიური სისტემა იყო, არმაზადანის, ანუ ახურამაზდას რიტუალის სადმი მიძღვნილი და სიწმინდისადმი მიძღვნილი. სხვაგვარად ძალიან ძნელია იმისი გაგება და ახსნა თუ რატომ არის აი ამდენი ზოროასტრული სახელი თქვათ ჩვენ წყაროებში იგივე უცხოური წყაროები დადასტურებული და მოდი ესეც თქვათ რომ ზოროასტრიზმი და მითრას კულტი ეს იყო ყველაზე პროგრესული რელიგიური მიმდინარეობა ქრისტიანობამდე და თვით რომის იმპერიაშიც ლომის წილი ქრისტიანობის განმარჯვებაში სწორედ ამ რელიგიის პოპულარობამ გამოიწვია. დღემდე რომის პაპის ტიარას ჩვენ ვიცით რაც ქვია, მითრას კუდია ეწოდება. ანუ მკვდრეთით აღდგომი მითრას სახე, ის პოპულარობა ის რომ ის 25 დეკემბერს უნდა დაბადებულიყო. აი ეს ხსოვნები უდიდეს როლს თამაშობს შემდგომში ქრისტიანობის გამარჯვებაში. და უბრალოდ ერთგვარი აი თითქოს სიბეცე და ხელოვნურად თვალისაცილება იქიდან, რომ აი ეს კულტები, კვალები დახმების, ანუ საგზალავების ზოროასტრულის ძალიან მძაფრად, ძალიან სერიოზულად ჩვენ წინამდვილეში. მეცაც გეტყვით, ჩვენი ისტორიკოსები და წინაპრები ამაყობდნენ, ხო უწოდებენ რომ მირიანი ხოსროიანი უნდა ყოფილიყო დინასტიით, თქვათ, ანუ პახლაუნების ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ვერსია რომ სასანიანებისო, ასევე პეტრე იბერზე, ასევე ვახტანგ გორგასალზე. მაგრამ რატომღაც მე-19 საუკუნეში დაიწყო ტენდენცია ამ ყველაფრის დაიგნორების. და იმის თქიცებს რომ თითქოს ფარნავაზის სახელი სპარსულთან კი არა კავშირში, რომ ვაზი რახანურებია ვენახთან და ყურძენთან უნდა იყოს. ნუ რა თქმა უნდა ეს სისულელეა, ხო? ჩვენ არაფერს არ ვამტკიცებთ, უბრალოდ ვამბობთ, რომ ახლიდან არის შესასწავლი, ახლიდან არის დასაკვირვებელი ზოროასტრულ წინა ქრისტიანულ ქართულ კავშირებზე. ახლიდან არის აი ამ ტოპონიმიკებზე და რომაული, ბერძნული და დღემდე შემორჩენილი თქვა არქეოლოგიური თვალსაზრისით სპარსული წყაროების გაანალიზება და აქ იმისი შიშიკი არ უნდა გქონდეს, რომ ჩვენზე თითქოს ძალიან დიდი გავლენა იქონია სპარსეთმა და ირანული ძირების ძიება. პირიქით. აქ შეიძლება იყოს კვლევა ძიება პირიქით ასაყვანი, რომ იბერიულ კავკასიურ სამყაროს უდიდესი როლი აქვს ნათამაშები იმ სოფლიო პირველი, თქვათ, ზესახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და იმ, თქვათ, სამართლებს თუ აზრობრივი, თქვათ, პარადიგმების განსაზღვრაში, რასაც რის შედეგით შემდგომში აქემენიანური სპარსეთი იყო. მარტივ სიტყვას ვიტყვი. მაგალითად ჩვენს ლიტერატურაში ძალიან გაურბოდნენ, მაგრამ ითვლებოდა, რომ სიტყვა მართალი სპარსულიდან მოდიოდა, იმიტომ რომ არსებობს ფუძი მართალი, ანუ არტალიდან, არტა და სხვა შორის ეს ჩვენს ერთ-ერთ პირველ რომაულ წყაროში მოხსენებულ მეფესაც არტა გიქვია სპარსული სახელი. პირიქით არის. ნახეთ რა არის. არსებობს ქართული სიტყვა მართი არის. ძალიან დიდი შესაძლებლობა ამაზე მე პირადად გქონდა თქვა, აი მე და კოკო გამსახურდებს ვაუბრობდით ერთხელ, რომ არტალ, რომელიც სპარსეთში ძალიან გავარცხდა, აი ეს არტაქსერქსების და ასე შემდეგ სახელშიც ფიგურირებს, სწორედ იბერიულ კავკასიური ენებიდან შესული მართიდან იყოს. აი როდესაც გაურბიხარ, ხანდახან პირიქით ხდება, ხო და როდესაც ჩაუღრმავდები ის რაც გონია რომ თქვათ სხვისგან არის შენთან შემოსული, შეიძლება აღმოჩნდეს რომ შენგან არის გასული. ამიტომ არაფერი სამარცხვინო არ მგონია იმაში, რომ ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი პირველი მეფე ფარნავაზი აქემენიანთა დიად გვარს ხომ არ გქონდა.